სოლიდარობისთვის მოხვედით თქვენ დღეს 46 ადამიანი დააკავეს როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. შეაფასეთ კიდევ ერთხელ ის რაც იქ ხდებოდა და ის გაგრძელება რაც ახლა საქალაქო სასამართლოში. მალო 46 ადამიანი დაატყვევეს. არავინ არ იცის რის გამო, ხო? უბრალოდ ვიცით. მიზანი იქონდათ ერთი რომ შიში დაენერგათ მომდენო დღეებში საპროტესტო მშვიდობიან მწვავე აქციებში მონაწილეობა აღარ მიიღოთ და მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოდით ყველა ვინც ინტერვიუს იძლევა ვინც ფეხით სავალ ნაწილზე დგას ვინც უბრალოდ გამოსული არის აქციაზე მოდი ვისაც მივწვდებით ყველა დავაკავოთ და დააკავეს დეპუტატები დააკავეს საკრებულოს წევრები დააკავეს უბრალოდ გამლელი ერთი ადამიანი რომელსაც არც კი ვიცნობ წარმოგიდგენია უბრალოდ გამლელი ადამიანი რომელსაც მიუღია მონაწილეობა ამ საპროტესტო აქციაში და დღეს ხდება რა ამდენი ხანია უკვე სარდაფებში ყავთ ადამიანები სტომათა დარბაზამდეც კი ვერ ამოიყვანეს უბრალოდ ნერვებზე თამაშობენ მაგრამ იმას ვერ აცნობიერებენ რომ 46 ადამიანი ბევრად ძლიერი გამოვა ამ 46 ადამიანმა ზუსტად იცის რისთვის იბრძვის მშვიდობიანად და მტკიცედ და მწვავედ ხო ზუსტად იცის რისთვის იბრძვის ამიტომ ეხა როგორ შეიძლება ოლიგარქს არ ესმოდეს რომელიც არავინ არ ვიცით სად არის დაკავებებით უბრალოდ ის ძალაუფლებას მიტაცებულზე ვერ შეინარჩუნებს ხო ხა ნურმან დუმბაძე თენგიზ ჯგუშია გიორგი ფანჯავიძე ბაჩო დოლიძე ელგუჩა ბაგრატიონი არ ვიცი ხა უამრავი ადამიანია ჩამოვიდა 46-ვე რომ არ მინდა ეთერი ხა სხვა დროს მოგვეცემა შესაძლებლობა ხო ჩამოთვალო 46 ადამიანი იმსახურებს დიდ მადლობას არც მხოლოდ ჩემსგან არამედ თითოეული მაყურებლის მხრიდან იმიტომ რომ ისინი კერძო ინტერესის დასაცავად იქ არ იყვნენ გუშინ და ამ მათმა მართლაც უმძიმესო გუშინდება დანაშაულმა მთელი საერთაშორისო საზოგადოებაც კი შეძრა და გამოაღვიძა დამატებით იმიტომ რომ ომონის რუსეთის პუტინის ომონისა და ლუკაშენკოს ომონის მეთოდებით ბრძოლა მშვიდობიან პროტესტანტების წინააღმდეგ ვერ გაუვა ვერავის საქართველოში ვერ გასვლია ვერასოდეს და ვერ გაუვა ამიტომ გათავისუფლდება 46 ადამიანი დავიწყეთ ბრძოლას გააგრძელებენ ბრძოლას ჩვენ მათთან ერთად ისინი ჩვენთან ერთად მაგრამ ამით არ უნდა დასრულდეს იცით ღირსების საკითხია ამ ქვეყნის პრესტიჟის საკითხია რომ მომზადეს შესაბამისი სარჩელები რომ ევროსასამართლოდან რა დროც არ უნდა გავიდეს ყველა მოძალადე პოლიციელმა რომელსაც ბიზინა ივანიშვილი უბრალოდ უხდის ფულს დეპარტამენტების უფროსებს განსაკუთრებით შავი სალაროს მეშვეობით და რიგით პოლიციელებს ავალებენ რომ ჩაიდინონ ეს საარაკო სიგიჟეები შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს ეს აუცილებლად გაკეთება ამას ჩვენ თავზე ავიღებთ ამ პასუხისგებლობას და რამდენიმე პროცესი უკვე ჩატარდა ადმინისტრაციული წესით საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებები რაც აქვს ძირითადად აქვთ პოლიციელების ჩვენებები ორი ადამიანი დააჯარიმეს 2000 ლარით ეს საკმაოდ მაღალი სანქცია და დიდი სანქცია ხო ეს იცით რომ შესაბამის კოდექსში ჯარიმა განგებ ასე თქვათ გაზარდეს 2000 ლარამდე და ამით გონიათ რომ შეაშინეთ ამაზე რა თქმა უნდა ჩვენ ვიზრუნებთ და არც ერთ ადამიანს რა მტკიცებულებებზეა საუბარი მტკიცებულებები არის ჩემის აზრით ყველა ის ვიდეო ფირი რომელიც თქვენ მოგეპოვებათ ადამიანები იდნენ ინტერვიუს იძლეოდნენ ფეხის სავალ ნაწილზე თან აქცია დაწყებულიც არ იყო აქცია დაწყებული არც იყო არც ჯანდაცვის სამინისტროსთან და არც სუსტად და რიგით პოლიციელებს მიმართავ რა თქვენი უშუალო ხელმძღვანელები როდესაც იცით ჩემზე კაც რომ არიან მილიონერები და დამატებით ფულს და მდგომარეობის მოხვეჭით არიან დაკავებული და ასე დანაშაულებს სჩადიან ამაზე პასუხისგება ძალიან უხერხული იქნება წარეც იქნება თქვენთვის პოლიციური მთავრობის პირობებში მართლაც პირუთმელი და ობიექტური სასამართლო წინაშე რო წარსდგებით მაგრამ აღარ გააკეთოთ იმიტომ რომ ხედავთ მე მგონი თქვენს რომ ეს ამ ხელისუფლების ამ რეჟიმის დრო უკვე არის დათვლილი გუშინ რა მოხდა რამდენად უსამართლო რეჟიმია რომელიც იხრწნება უკვე და ყველა ხედავს არის რომელიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის მოძრაობის ხარდაჭერი თუ არა ხო ყველა ხედავს ეს ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა უბრალოდ სია სუსმა გადასცა პოლიციელებს და დაგეშილებს დაავალა რომ მოდით ახლა დააკავე აი იქ რო დგას კუთხეში დააკავე აი იქ რო დგას წყალსაცეკვიდან დააკავე აი ინტერვიუს რო იძლევა დააკავე აქტიური ადამიანები დააკავეს სიით იყვნენ დიახაც აქტიური ადამიანები დააკავეს და რა ამით დღეს უფრო მეტნი არ მივედით სუსთან ხვალ უფრო მეტნი არ ვიქნებით
და ვიგისაგებთ თქვენ ეთერზე შოობით. ხვალ 300 არაგველის მეტროსადგურთან ველოდებით 2 საათზე. ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ უნდა ლუკაშენკოსა და პუტინის სახელმწიფოში ცხოვრება და ამავე დროს 2 საათზე პარალელურად გაიმართება აქცია მეტრო დიდუბესთან და ამ 2 საათზე ამ 2 გეოგრაფიულად განსხვავებულ ადგილებში გელოდებით, ვისაც როგორ მოგიხერხდებათ, ყოველდღიურად ასე გაგრძელდება. სანამ არ ჩამოიშლება ეს რეჟიმი, ამ რეჟიმს უნდოდა რომ ჩვენ ჩავეთრიეთ ძიმე სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამის კაფიო პროვოკაცია დაიგეგმა 8 ნოემბერსაც, დაიგეგმა თუნდაც დღეს რა კადრებითაც ასე თქვათ ვითომ ეგონათ რომ იამაყებდნენ, მაგრამ პირიქით ყველა ტყბია გაირთხეს პოლიტიკური ფეხებში, ხელებში, თავში, ასე შემდეგ და წუმპეში, ტალახში ჩავარდნენ თავად. ამიტომ ამ მოძრაობას საპროტესტოს მწვავე არაძაუდობრივს ვეღარ შეაჩერებთ. აუცილებლად ვიხსნით ყველა აქ ყოფ ადამიანს, აუცილებლად ვიხსნით მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ რატომაც ეს ადამიანები ეწირებიან რა მიზანსაც ამ მათი ბრძოლა, თითოეულ ჩვენგანზე ბრძოლა ემსახურება, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, ევროპული და არა რუსეთის უკანა ეზო. აი ეს მთავარი ამოცანა იქნება, რაც ყველაზე სასიხარულოა მიღწეული უახლოეს მომავალში და ძალიან წკინს მე ზუსტად ვიცი ქართულ ოცნებას, რომ ვერ წამოგვეგო პროვოკაციას. ძალიან წკინს ხელისუფლებას, რომ მთავარი დასაყრდენი, რომელიც მათ აქვთ პოლიციური ძალების სახით, მოქმედებაში ვერ მოყავთ. და იციან, რომ ტყვეობაში აყვანილი უამრავი პოლიციელი, უამრავი აქ საუბარია ასობით და ათასობით პოლიციაზე, ხო? ძალიან მალე გამოეცლებათ და უნდათ ჩანასახშივე ამ პროტესტის ჩახშობა, იმიტომ რომ ხანგრძლივ ბრძოლაში ბევრი ადამიანის, მათ შორის პოლიციელის თავმოყარეობა გაიღვიძებს და როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული. აი ჩვენი საპროტესტო აქციაზე ბევრი პოლიციელი ფორმით გადმოვა ხალხის რიგებში დადგება. აი როგორც თქვენ გიყურებთ, ასე ვარ დარწმუნებული, შევინახოთ ეს კადრები და მე გავიხსენოთ. პოლიციელებს მიმართეთ და ასევე ნახეთ ჩვენ როგორ ხდებოდა ადამიანების დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. საკმაოდ დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ სამართალდამცავები, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის მომხრეების წინააღმდეგ. რატომ იყვნენ თქვენი აზრით ასეთი აგრესიულები? კი ბატონო, ნაწილობრივ თქვი და მადლობა ამ შეკითხვისთვის. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ოპოზიციის გეგმა არის უწყვეტი ხანგრძლივი მწვავე დემონსტრაციები, აქციები ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე, რა თქმა უნდა დასხდნენ, შეშფოთდნენ და თქვეს, რომ ისეთ რა ეს ყველაფერი ჩვენ თუ მათ გემოზე პროცესი მივუშვით და მივეცით შესაძლებლობა, რომ პროტესტი გაშალონ, გააფართოვონ, აუცილებლად აზვირთდება საპროტესტო მოძრაობა და არ ცდებოდნენ აქ ნამდვილად. ამიტომ მოდით რამე მოვიფიქროთო. მოიფიქრე შემდეგი რამ. პირველი დღე არის დაანონსების შემდეგ აქციების გამართვისაო და არ ვკითხოთ რა როგორანაირად ეს მინიბასები, ეს მანქანები მივაყენოთ და უბრალოდ დავიჭიროთ. რაც შეიძლება მეტი, რომ ხვალდაზე ეგ ვეღარ გაბედონ აქციებზე გამოსვლა. ანუ რაც კეთდება მოსკოვში, რაც კეთდება მინსკში. რა თქმა უნდა და ამიტომ თქვი ზემოთ შედეგი რა მიიღეს? აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. უფრო მეტი ადამიანი გაბრაზებული, უფრო მეტი ადამიანი მტკიცე, უფრო მეტი ადამიანი ურყევი და რწმენა იმ სტრატეგიისა და იმ გეგმისა, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გავაცანეთ. ყოველ დღე იქნება სხვადასხვა წერტილებში. გუშინ ვერ მიხვდა ბატონი, ასე თქვა, ქართული ოცნების თავმჯდომარე ყობახიძე, რა უნდა თუ ვაჟა-ფშაველძეგთან, იგი რატო იკრიბება ამ გონით აქცია უნდა გაიმართოს მაინდა-მაინც პარლამენტთან. ხო, იმასაც ვერ ხვდება ხა სამას არაგოლებთან რა გვინდა, დიდუბეს მეტროსთან რა გვინდა, ყველა ლოკაციებში გაიმართება ეს აქცია. აუცილებლად და ბატონ ყობახიძეს ბარემ გამახსენდა და მინდა უბრალოდ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც გამოირჩევა ხოლმე რაღაცა ზიზღის განსაკუთრებული ბრქვევით. იცით რა, ნიშანს არ უგებ, მაგრამ უბრალოდ თავმოყარეობა ოდნავ მაინც ჩემო ირაკლი თუ შეგრჩენია, შემთხვევით წავაწყდით ერთმანეთს ვაკეში ევროკავშირის მისიის ოფისთან და ფერი წაგივიდა, გახალთული იყავი და არაფერს არ ვამტკიცე, უბრალოდ ისეთი ხართ, როგორიც ხართ. სკამის ავტორიტეტით ხართ იქ. სკამი აღარ გექნება, თანამდებობა აღარ გექნებათ და მე რეიფიქრეთ რა იქნებით და როგორ იქნებით, ხომ? და ნუ
დასცინით და ნუ იგდებთ აბუჩათ თქვენ თავს ეცით თუ შეგიძლიათ კიდე მოიგებოთ ზავა პატივი იმ ადამიანს რომელიც დატყვევებულია ციხეში ყავს თქვენს ზონდერებს და ებრძვის ერთი ადამიანი ისე მტკიცეთ რომ თქვენს კი გაგაუგნათ ვერ გატეხეთ სისტემამ და ვერც გატეხავთ ამიტომ ეს ისე უბრალოდ გამახსენდა ბატონი გობახიძე. წეგანი საუბრეთ თქვენ სამოქმედო გეგმაზე ხვალ არის ორი აქცია სხვა ლოკაციაზე ჩანიშნული რას ელოდებით ხვალ გააგრძელებს თუ არა პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური სამსახური რამდენი ადამიანი შეიძლება და ორი გახსოვთ თქვენ 20 ივნისის დღე ხო იმდენი ადამიანი დააკავეს უბრალოდ ადგილების არ ქონდა და მალევე გამოუშვეს, ხო? რამდენი ადამიანი უნდა დააკავონ? ჯერ ვერ დააკავებენ, იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოება ღირსეულ პასუხს უკვე სცემს და უნდა არ უნდა ჯერჯერობით, ხო? მათთვის უმნიშვნელო არ არის რა ითქმება ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში. ხო? გააღვიძეს მთელი ცივილიზებული სამყარო და იცით რა არის? დღეს როდესაც სუსტან გაიმართა აქცია იქ ყველა მოვიდა წმენდ შვიდობიანად მტკიცეთ წვავეთ ჩავატარეთ საპროტესტო აქცია ხო მაგრამ მეწუნეთ ყველა იყო მზად იმისათვის რომ ხელისუფლება თუ იკადრებდა იმას რაც გუშინ იკადრა აბსოლუტურად შვიდობიან ადამიანებს დაერია რომ მათ მდგომარეობაში ან ჩვენ მეგობრობის მდგომარეობაში ჩავარდებოდით და ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა არავის არ ეშინია ამათი ჯურგმულების ხახტო არავის არ ეშინია და რამდენ რესურსი აქვს რამდენ ადამიანს დაიჭერეთ 1000 2000 ეხლა შედან და საგონებელში ისე არიან არ იციან რა ქნან მე ვიცი რაც უნდა ქნან უნდა დაყარონ ფარხმალი რაც მალე დაყრიან ფარხმალს მათთვის უკეთესი თუ არა და ეს ფარხმალი ისედაც უვარდებათ ხელებიდან და ღარიბაშვილს ყობახიძეს კალაძეს და სხვებს არ ექნებათ ის პატივი ბრჭყალებში რომ ამ სახელმწიფოს მომავალი ასოცირებული იყოს არა დემოკრატიულ დასავლურ ორიენტაციასთან, არამედ პუტინის რუსეთთან. ეს პატივი თქვენ ბრჭყალებში პატივი წილად არ ხდებათ, გამორიცხული საკითხია. არაფერი იმაზე ძლიერი, არაფერი იმაზე მძლავრი არ არის ვიდრე მორალური უპირატესობა. არაფერი ისე არ გაძლიერებს ადამიანს, როგორც მორალური უპირატესობა აძლიერებს ნებისმიერ ურთიერთობაში, განსაკუთრებით აი ამ ეროვნულ პროცესში საქართველოს ერთ რიგით მოქალაქესაც კი, ამ მორალური უპირატესობის წაღება უნდათ ჩვენსგან დაგეგმილი პროვოკაციებით, მაგრამ მოხდა სრულად საპირისპირო, რა ვქნა, ჩემო ირაკლი, ყობახიძე, ღარიბაშვილო, კალაძე, ივანიშვილო ამჯერად ნამდვილად არ გაგიმართლათ და ეს ქვეყანა იამაყებს საკუთარი მოქალაქეები და ჩვენი მომავალი თაობებიც იამაყებენ იმით, რომ რეჟიმი დამარცხდა მტკიცედ, არაძალადობრივად და ეს ასე იქნება უახლოეს მომავალში. აი, როგორც არასოდეს ისემჯერა, როგორც ხედავ ამ ყველაფერს, გინდ წინასწარმეტყველი დამარქვით. გინდა ამ სიგუთის ან ხედავ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ვიცნობ, ეხა ირაკლი ყობახიძემ და ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა როგორ შეიძლება დაჭერებით უბრალოდ დააკონსერვოს და მოხუპოს ხალხის გულახდილი პატრიოტული ნება. ეს წარმოუდგენელია.